მოგესალმებით. სტუდიაში ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან ერთად მორიგ ტელედისკუსიას გთავაზობთ. დღეს ჩვენ მოზარდების მიერ ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარების შესახებ ვისაუბრებთ. გასულ წელს საქართველოს სკოლებში ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ცენტრის ტექნიკური დახმარებითა და ფინანსური მხარდაჭერით კვლევა ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ ქართველი მოზარდები ალკოჰოლურ ნივთიერებებს ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო აქტიურად მოიხმარენ. კვლევის შედეგებსა და ვითარებიდან გამოსავალზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ერთად. წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმრებს ქალბატონ ლელა სტურუას დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამტებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროს, ქალბატონ ლია გიგაურს, განათლების მინისტრის მოადგილეს, ქალბატონი სალომე ჭიჭინაძე გახლავთ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის სოციალური მიმართულების მენეჯერი და ბატონი ზურა სიხარულიძე ნარკოლოგი. დიდი მადლობა, რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. ეს კვლევა, რომელიც ჩვენ ვახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარდა და ასეთი მონაცემები გვაქვს. ქართულ მოსწავლეებში სიცოცხლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარების გავრცელება 43%-ია, ხოლო მოსწავლეების 85%-მა აღნიშნა, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც მიუღია ალკოჰოლი. რას ნიშნავს ეს მონაცემები? რამდენად მძიმეა ეს მონაცემები, თუნდაც სხვა ქვეყნებთან შედარებით? მონაცემები სამწუხაროდ ნამდვილად არ არის სახარბიელო. თუ შევადარებთ სხვა ქვეყნის მონაცემებს, ალკოჰოლის სიცოცხლის განმავლობაში მოხმარება აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებლებს, რაც შეეხება თამბაქოს მოხმარება სიცოცხლის განმავლობაში არ აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებლებს, თუმცა ბიჭებში ბევრად აღემატება, ვიდრე ევროპის საშუალო ბიჭი მოსახლეობა ეწევა. რაც ალბათ არც არის გასაკვირი, ვინაიდან იგივე მდგომარეობა გვაქვს თქვათ იგივე მოზრდილ მოსახლეობაში, მეორე ადგილზე ვართ თამბაქოს მოხმარების გავრცელებით ევროპის კონტინენტზე, მხოლოდ რუსეთს ჩამოვრჩებით, ძალიან მაღალი მაჩვენებლები გვაქვს იქაც. ვინაიდან ეხლა კვლევა ერთადერთია ჩატარებული და ჩვენ ორგანიზაციას მსგავსი კვლევები არ აქვს ჩატარებული, მაგრამ უბრალოდ ჩვენ ძალიან ხშირი ინტერაქცია გვაქვს ბავშვებთან, ძალიან ხშირი ინტერაქცია გვაქვს მშობლებთან და მე ამ პრობლემას ვხედავ უპირატესად და უპირველესად იმ მიმართულებით, რომ ის სამუშაოები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ და გარკვეული, ესე ვთქვათ, შიდა კვლევები და დაკვირვებები, აღმოჩნდა, რომ მთელი პრობლემა ალბათ არის თვითონ თემის პოპულარიზაცია, რომელიც არის, ესე ვთქვათ, ის მოზარდი თაობა, რომელიც მოზარდი გულისხმობს უკვე სრულწლოვანი ადამიანები მშობლების სახით, რომლებიც წაახალისებენ ხშირად, იმიტომ რომ თავადაც არიან მომხმარებლები, ისევე როგორც ალკოჰოლთან დაკავშირებით განსაკუთრებით ძალიან მძაფრი მდგომარეობა, როდესაც სტიგმა არსებობს ერთგვარი საზოგადოებაში. მშობლები წაახალისებენ მშობლები, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა გარკვეული დისკუსიები, როდესაც მოვიწვიეთ მშობლები, რომელთა წინასწარი განწყობები და დამოკიდებულებები ჩვენ აბსოლუტურად არ ვიცოდით. არ აქვს მნიშვნელობა რა კატეგორიის და რა სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან. ისინი ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ როგორ მას ყავს მოზარდი ასაკის ბიჭი და შესაბამისად კონკრეტული მაგალითი იყო, როდესაც რესტორანში, ვთქვათ, ჩვენს გვერდზე მაგიდასთან ისხდნენ მოზარდები, მხოლოდ მოზარდები, მათ არც კანონიერი წარმომადგენელი ახლდათ და მათ სრულიად მარტივად ჰქონდათ ხელმისაწვდომი ის ალკოჰოლური სასმელი. ბუნებრივად, როდესაც ჩვენ ეს პრაქტიკა გავაჟღერეთ და ეს კონკრეტულ ერთ ფაქტზე მათი დამოკიდებულება ვიკვლიეთ, პასუხი იყო შემდეგი, რომ ნუ გასაგებია, რომ ხა ამ შემთხვევაში შეიძლება ზედამხედველად ყოფილიყო კანონიერი წარმომადგენელი იქ ადგილზე, მაგრამ როდესაც ეს ოჯახებში ხდება, ხა როგორ ის კაცი უნდა დადგეს, ამიტომ ეს ერთგვარი პრაქტიკაა, რომელსაც ის ადრეული ასაკიდან უნდა მიეჩვიოს, იმიტომ რომ მაშინ გამოდის, რომ არც უნდა გაუშვა ამ შეხვედრაზე ეს ჩემი შვილი, იმიტომ რომ ხა სხვას ვერ ჩამორჩება და ბუნებრივია ეს არის რაღაცა გარკვეული. მადლობა. წვდომის პრობლემაზე ვისაუბრებთ, იქამდე ბატონ ზურას მინდა ისევ მიზეზებთან დაკავშირებით ვკითხო. რისგან არის გამოწვეული ეს მონაცემები? ასეთი მაღალი მოხმარება. იცით რა, ამ კვლევაში ბევრად უფრო სახიფათო ტენდენციებზე არის ლაპარაკი, ვიდრე თვითონ მოხმარების, ასე ვთქვათ, ფაქტებზე, იმიტომ რომ ჩვენ თუ გადავხედავთ კვლევაში ალკოგოლის მოხმარების მიზეზებს, ანუ მივხვდებით, რომ რეალურად ჩვენ რაოდენობას შეიძლება დავუშვათ მაღალია, მაგრამ თვითონ მიზეზები არის ძალიან მძიმე, მაგალითად 10% მოზარდების მოიხმარს მარტოობის განცდის გასაწყალებლად. ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. მეორე ნაწილი არის, რომ გასართობად ერთადერთ საშუალებად მიიჩნევს ალკოგოლს. ეს ძალიან მძიმე ფაქტია. გარდა ამისა, თამბაქო და ალკოგოლი გახდა პირველი ხდება პირველი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელსაც ის მოიხმარს და რეალურად აი ეს 10%, რომელიც რეალურად დღეს
აი ამ მარტოობის, განცდის, დეპრესიის და ამის ფონზე იწყებს ალკოგოლის მოხმარებას, ეს არის ზუსტად ის რისკ ჯგუფი ადამიანების, რომელმაც შეიძლება შემდგომში გადავიდნენ მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაზე, ან თუნდაც სუბუქი ნარკოტიკის არ აქვს მნიშვნელობა. ანუ ამის რისკი არსებობს. რა თქმა უნდა არსებობს და ეს არის ზუსტად ის 10%, რომელიც შემდგომ ჩვენ გვხვდება უკვე იმ რისკ ჯგუფში, რომელიც რეალურად შემდგომ არის უკვე პრობლემური ხდება ეს, იმიტომ რომ გარდა ამისა ამ კვლევაში არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი, ხა დღეს მართალია ამაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არის ტრანკვილიზატორების მოხმარება ალკოგოლთან ერთად, რაც არის აგრეთვე ძალიან მძიმე, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ რეალურად არასრულწლოვან ასაკში მოხმარება ტრანკვილიზატორების არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა, რომელიც შემდგომში იწვევს ძალიან მძიმე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. რაც მთავარია, ჩვენ ალკოგოლს რატომღაც არ უყურებთ და ალკოგოლს ვთვლით ძალიან იოლ და თქვენ ალბათ ყველას გსმენიათ, 6 წლის ბავშვები, როგორ ღვინის ჭიქით ხელში და უშუალოდ წინაპრების სადღეგრძელო უნდა თქვა და რაღაცა ესეთი ამდაგვარი და იქ სუფრაზე და კაცი ხარ და უნდა დალიო და ნუ აი ეს ანუ ეს ოჯახის და მშობლების მიერ ხდება ამის ტრადიცია, რომელსაც ვერად ვიცნობიერებს ჩვენი საზოგადოება, იმიტომ რომ რეალურად ნებისმიერი გასინჯვა ალკოგოლური სასმელის ესეთ პატარა ასაკში, როცა არ არის ჩამოყალიბებული ცნობიერება და რეალურად შემდგომ შესაძლებელია ალკოგოლის მეშვეობით მოხდეს ამ ბავშვის ფსიქიკური კომფორტის მიღწევა, შესაბამისად რეალურად ეს ბავშვი არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე რისკ ჯგუფში და ამას სამწუხაროდ მე შეიძლება სულ რამეს ვამბობ, მაგრამ სკოლაში ამას ნამდვილად არ ექცევა სათანადო ყურადღება პროფილაქტიკის და პრევენციის მიზნით და არც საზოგადოებაში, იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად მინახია სკოლების გვერდზე მაღაზიები, სადაც იყიდება ალკოგოლური სასმელი, თამბაქო, არანაირი აკრძალვა და ალბათ აი ქალბატონმა რაც თქვა, ბევრჯერ შევსწრები ვართ ჩვენ რესტორანში, რომ მიუტანიათ ალკოგოლური სასმელი არასრულწლოვნებისთვის, კანონი არ მუშაობს ამ ქვეყანაში და ეს არის ძალიან ცუდი. დიდი მადლობა. ქალბატონ ლია, საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა. ვინ უნდა დაიწყოს ზრუნვა ამ ვითარებიდან გამოსვლაზე? ნამდვილად კომპლექსური პრობლემაა და არ არის ერთი უწყების საქმე ამ პრობლემის მოგვარება. ეს განათლების ჯანდაცვის სამინისტრო იქნება თუ სხვა სისტემა ამ პრობლემას ცალკე აღებული ვერავინ ვერ მოაგვარებს. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია რომ კვლევა ჩატარდა. ეს კვლევა პირველად არ ჩატარდა, იყო რამოდენიმე წლის წინ საპილოტო რეჟიმში ჩატარებული და თვითეული ასეთი კვლევა გარდა რაოდენობრივ ინფორმაციასთან და შედარების საშუალების მოცემასთან სხვა ქვეყნებში რა ხდება, ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის თუ რა არის მიზეზი, როგორც აქ უკვე იყო აღნიშნული. სწორედ მიზეზებია მნიშვნელოვანი, რის გამოც დგება ასეთი შედეგი. ეს მიზეზები აქ რაზეც იყო საუბარი, არის არა მარტო ემოციურად რაღაც არასტაბილურობა, მარტოობის განცდა, ასევე გადაწყვეტილება და საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ნაკლები ინფორმირებულობა, იმიტომ რომ როდესაც გადაწყვეტილებას ღებულობს მოზარდი, რომ გართობის თვალსაზრისით ჯობია დავლიოთ, ჯობია მოვწიოთ, ჯობია მივიღო რაიმე სხვა საშუალება იმისათვის, რომ მე ან გავერთო, ან ვიყო სოციალიზირებული და ამას არ უპირისპირებს სხვა უფრო არგუმენტირებულ პოზიციას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ეს არის მისი ცნობიერების პრობლემა. როდესაც ცნობიერების პრობლემაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება რომ მოზარდს ჰქონდეს განყენებული ცნობიერება. ის იმ თემში აღებული სტერეოტიპებით ყალიბდება იმ საზოგადოებაში, ოჯახში და არც ოჯახი, არც საზოგადოება, არც ერთი ადამიანი არ არის მოწყვეტილი ზოგადად საზოგადოებაში არსებული ტენდენციებისგან. სწორედ ამიტომ არის კომპლექსური, რომ ბევრი მხრიდან სჭირდება თანამიმდევრული პოლიტიკის გადარება. ბავშვებმა ყველამ ძალიან კარგად იციან, რომ რაღაცა ტენდენციები მისაბაძი ადვილად ხდება სხვადასხვა ასაკში. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ამის წინააღმდეგ ილაშქრებენ, საჭიროებენ უფრო ინსტიტუციურ მხარდაჭერასაც და მეტ მხარდაჭერას, თუნდაც მედიიდან, იმიტომ რომ გამძაფრდეს და გამაგრდეს უფრო
დადებითი პოზიციები და სწორი მიდგომები და დამოკიდებულებები. მე აქ მინდა ვისაუბრო ერთ რაღაცაზე, როდესაც ინფორმირებულობაზე ვსაუბრობ, თქვენ ბრძანებდით, რომ არ არსებობს ამის საფუძველი. საფუძველი არსებობს ინფორმირებულობის, იმიტომ რომ ფორმალურ კონტექსტში ეს არის სხვადასხვა საგანი, თუ არაფორმალურ კონტექსტში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ეს საშუალებები სკოლას აქვს, ნამდვილად აქვს, თუ სწორად იქნება გამოყენებული, მაგრამ ვინც უნდა გამოიყენოს, ეს მასწავლებელი იქნება თუ მართველი რგოლი, მას უნდა კონდეს გაცნობიერებული, რომ ეს საკითხი არის პრიორიტეტული, რომ სწორად მივიდეს. დიდი მადლობა ამ თემისთვის, ამას განვავრცოთ ცოტა მოგვიანებით. იქამდე მინდა ამასთან დაკავშირებით ვკითხოთ. ქალბატონო ნელა, წესით არასრულწლოვანისთვის აკრძალულია ალკოჰოლის და თამბაქოს გაყიდვა, თუმცა ვხედავთ პრაქტიკაში, რომ ეს არ მუშაობს. რატომ? რატომ და არ არის პოლიტიკური ნება, რომ ეს მუშაობდეს. მაშინ, როდესაც ეს კანონები შეიქმნა, უბრალოდ ცვლილებები შევიდა ამ კანონებში, მაშინვე იყო ჩადებული, ჩემი ვარაუდით და არა მარტო ჩემი ექსპერტთა შეფასებით, რომ ის მექანიზმი, რომელიცაც უნდა მომხდარიყო ამის კონტროლის ზედამხედველობა, ვერ იმუშავებდა და არ იმუშავებდა. როგორ გონიათ ახლა თამბაქოს მოხმარების ფაქტზე უნდა გამოვიძახოთ პატრული, რომელმაც უნდა დაწეროს საჩივარი, რომელიც უნდა წავიდეს სასამართლოში და ასე შემდეგ. რომელი პატრული დახარჯავს ამაზე დღეებს და თვეებს, რომ ერთი თამბაქოს გაყიდვის იქნება თუ არასწორად მოხმარების ფაქტი დადგინდეს და ვიღაც დაისაჯოს. საინტერესო არსებობს თუ არა საერთოდ ზოგადად ფაქტიურად არ არსებობს, ალბათ წელიწადში 1-2 ისიც რაც დაიწყეს შეკითხვების დასმა იგივე სახალხო დამცველმა თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომ პასუხი იყოს გასაცემი, ალბათ მაინც ერთ-ორ ფაქტს აღნიშნავენ. სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, როგორც თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის სამდივნო, ვცდილობთ თამბაქოსთან დაკავშირებით ბევრი რამ შევცვალოთ, არის მომზადებული კანონპროექტები, რომელიც სხვა მექანიზმებს ითვალისწინებს დამსჯელობით, რეკლამის აკრძალვას და ასე შემდეგ. იგივე არის ალკოჰოლთან დაკავშირებითაც გასაკეთებელი. თუნდაც ის, რაც უკვე დაწერილია, რაც არსებობს როგორც კანონი, ის რომ სრულდებოდეს, ნამდვილად ჩვენ ხელმისაწვდომობის ციფრებს რო გადახედოთ, აბსოლუტური ხელმისაწვდომობა აქვს 16 წლის მოზარდებს თამბაქოსთანაც, ალკოჰოლთანაც და დაახლოებით 21% ამბობს, რომ მარიხუანასთანაც მაგალითად ძალიან კარგადაც არის ხელმისაწვდომობა. ამიტომ ეს არის რეალურად ნამდვილად სერიოზული პრობლემა. ეხლა ვხედავ ნიშნებს, რომ ნამდვილად არის ეს პოლიტიკური ნება, რომ შეიცვალოს როგორც ნარკოტიკებთან დაკავშირებული, ასევე თამბაქოსთან დაკავშირებული კანონები და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ნება მართლა რეალური გახდება უახლოეს მომავალში. თუმცა კანონი ისედაც არსებობს, ანუ პრობლემა არის მისი აღსრულება, ხო და მონიტორინგი უნდა იყოს მარტივი და აღსრულებადი. ხო, მაგრამ თვითონ არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული დაჟჯაზე. დაჟჯა, ბაბაიკების და რაღაც სტრაშილკების. ვის დაჟჯას გულისხმობთ? ზოგადად, ანუ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ამას, არა, მე მაგას ვიძახი, რომ დაჟჯა უნდა იყოს იმათი, ვინც არასწორად ახდენს რეალიზაციას, არასწორად ინფორმაციას. ეს არის კანონში, მე ვიცი ამასთან დაკავშირებით. იგივე რაც აი ქალბატონმა ძანა სახელმძღვანელოებში მაგალითად აი დღეს ვნახე მე სახელმძღვანელო მე-6 კლასის მე მგონი თუ მე-8 კლასის ბუნების მეტყველები სადაც ნუ აი ისეთი აბსურდები წერია მაპატიეთ გრიფირებული სახელმძღვანელოა გრიფირებული ბიოლოგიის სახელმძღვანელო სადაც იგივე აიფ ინფექციასთან შიდსთან მარიხუანასთან აი საიდან გადმოწერეს არ ვიცი უბრალოდ ექიმსაც კი არ ვასწავლით ჩვენ ისეთ ინფორმაციას რომელიც იქ არის ჩადებული ესეთი მძიმე ინფორმაციის მიწოდება რომელშიც წერია რომ ნუ არ ვიცი ქვეყნიერების დასასრულია ის უფრო მეტ ინტერესს უჩენს ახალგაზრდას და რეალურად არ მუშაობს ესეთი რაღაცა ეს არ არის ჩვენი აი მე და ლელა ძალიან ხშირად ყოფილვართ ევროპის ქვეყნებში, სადაც სისტემური მიდგომა არის პრევენციასთან დაკავშირებით და პრევენცია და ინფორმირებული, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ახალგაზრდამ, მიიღოს თუ არა ალკოგოლი ან თამბაქო, მაგრამ როცა შენ 6 წლის ბავშვს აძალებ ალკოგოლის მიღებას,
აქ ზოგადად პოპულაციაზეა სამუშაო და არა იმაზე, რომ ჩვენ მხოლოდ ამ ბავშვებზე გავიღოთ ორიენტაცია. ეს ბავშვი არის და ეს თაობა არის ზუსტად ის დაღუპული მაპატიე თაობა, რომელსაც ძალიან ხელმისაწვდომი აქვს ალკოგოლით, ტრანკვილიზატორით, მარიხუანაც, თამბაქოც და ასე შემდეგ. რეკლამა ელემენტარულად, რომელიც გადის ტელევიზორში ან დღეს ქუჩებში არის ალკოგოლთან დაკავშირებით რა. ეს ხო არის სისტემური მიდგომა და პოლიტიკური ნება, რომ ესეთი რაღაცები არ ხდებოდეს. ეს წრებია, ეს ტენდენცია გრძელდება და როგორ უნდა შეიცვალოს ეს ტენდენცია? პოლიტიკური ნება უნდა. ნამდვილად ახლა აქ ორი აზრი არ არის, იმიტომ რომ თუ ეს იქნება ნება, მაშინ აღსრულების მექანიზმიც იქნება აბსოლუტურად მოქნილი და ადეკვატური. ყველა ის ქსელური, განსაკუთრებით ქსელური სუპერმარკეტები, რომლის თვითმხილველები ჩვენ თვითონ ვართ, არ არის საუბარი პატარა ჯიხურზე, რომელსაც ნამდვილად უფრო მეტად ვერ აკონტროლებ, ხო? ისინიც კი ხელმისაწვდომს ქმნიან ბავშვებისთვის, როგორც ალკოჰოლს, ესე ვთქვათ, თამბაქოს მიყიდვას. და აქედან გამომდინარე, როდესაც ნება იქნება და მექანიზმი აღსრულების დადგება და ზოგადად კანონმორჩილების ხარისხი უფრო მეტად გამოვლინდება, ესე ვთქვათ, როგორც გამავრცელებელი იმაში, ასევე უკვე დადგება ცნობიერების მდგომარეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბავშვზე ზრუნვის სპეციალისტებს თქვენ რო კითხოთ, ნამდვილად ბავშვზე ზრუნვის ხარისხი იმდენად დაბალია, უმრავლეს შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა მიზეზებს, სოციალურად მოწყვლადობა იწვევს ამას, თუ ზოგადად განათლების ნაკლებობა და მშობლობის უნარჩვევების არ ცოდნა, ან ამის სწავლებისადმი ნაკლები мотиваცია, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მშობლებს სჭირდებათ სწავლება, მშობლებს სჭირდებათ განათლება, ისევე როგორც თავად ახლა რამდენადაც არ უნდა ვისაუბროთ, თქვათ, თემის პოპულარიზაცია, რასაც ქვია ცხოვრების ჯანსაღი წესი, ამას ყველა თავისებურად იგებს. ქართულ რეალობაში ესეა, რეალურად თქვენ რო იკვლიოთ, ეს აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად ისმის ყველა სახის, ესე ვთქვათ, ასაკის მქონე ასაკის ადამიანს და აქედან გამომდინარე, თუ ნება იქნება, მაშინ შესაბამისად ის მეთოდოლოგიაც, რომელიც იქნება ფორმალურ გარემოში მიწოდებული, ისიც იქნება უფრო ადეკვატურად შემოსავალი, უფრო გასაგებად და ნათლად პოპულარიზებული და ყველაზე მთავარი. მაინც ქალბატონ ლიამ რაც ბძანა, ეს არის პრობლემა. ბავშვებს აკადემიური უნარების განვითარების, ესე ვთქვათ, მიღების ნაკლები мотиваცია აქვს ზოგადად და ამიტომ ამ საგნებს ისე კარგად არ ფლობენ და იმ სამოქალაქო განათლების ნაწილსაც ისე კარგად არ ეუფლებიან. აქედან გამომდინარე, ინტერესი მათ, ხო, ცნობიერი ინტერესი იმისა, რომ რაღაცა უფრო საფუძვლიანად სხვა რამით ჩანაცვლდეს ნებისმიერი ასეთი ქმედება, იქნება ეს ალკოჰოლზე დამოკიდებულება თუ პირობითად ამ შემთხვევაში თამბაქო უფრო ხშირი მოხმარების საგანია, ხო? ის ცნობიერად უნდა ჩანაცვლდეს სხვა ინტერესების სფეროების განვითარებით, რომელიც ძალიან მწირია დღევანდელ მოზარდ თაობაში განსაკუთრებით. გასაგებია აკადემიური განათლების ნაწილი, ეს კიდე სხვა სფეროა, მაგრამ არსებობს არაფორმალური განათლების ნაწილი, რომელიც არის ფაქტიურად აი იმაზე დაბალი, რაც კი შეიძლება ვისურვოთ ყველა. თქვენ თავად ხართ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ან შეგიძლიათ რომ ისევ როგორც მშობელი, დიახ. ანუ რა არასამთავრობო ორგანიზაციებიც არ აქტიურობენ ამ მიმართულებით? რა თქმა უნდა, ხა ცალკეული ფრაგმენტული ინიციატივები ალბათ ყველა არასამთავრობო სექტორის თქვათ ორგანიზაციას შეიძლება კონდეს, თუ კი ის ორიენტირებულია მოზარდი თაობის ზოგადად აღზრდაზე, მაგრამ თუ ეს არ იქნება უფრო სისტემური დამოკიდებულება, თუნდაც გეგმებში გაწერილი რაღაცა ვალდებულებები, რომელიც იქნება რაღაცა უფრო კარგად სუმირებული, ვინ რას აკეთებს, თავის ნიშას ვინ როგორ ხედავს და ვინ ფარავს, იმიტომ რომ ერთია დედაქალაქში რა ხდება, მაგრამ მეორეა ხახო ჩვენ რეგიონული ორგანიზაცია ვართ, რეგიონებში რა ხდება, რეგიონულ ცენტრში არ გულისხმობ კიდე სოფლად რა ხდება, იმიტომ რომ ეს ინტერესების სიმწირე ზუსტად არის გამომცემელი მოხმარება. ნუ სავარაუდოდ, რაზეც ჩვენ მიზეზებზე რო ვისაუბრეთ, ძალიან დიდი ალბათობით კვლევაში არ ჩანს. არ ჩანს. თუმცა ეხა ისე იქიდან გამომდინარე, რომ სავარაუდოდ ალბათ ისე ალკოჰოლი მეტი, თამბაქო ნაკლები. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ამიტომ ისევ წვდომის გამო თუ რა არის ამის? აი მაგალითად მე ერთი შემთხვევა იყო, უბრალოდ არც იმას და თვითონ თამბაქოს მწარმოებელი კომპანია ერთ-ერთ სუპერმარკეტში, რომელიც ძალიან ახლოს იყო სკოლაში, არ შეაქ იქ თავისი პროდუქცია, იმიტომ რომ არის სკოლასთან ახლოს. ეს არის ბიზნესის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რაც ძალიან გვაგია. აი არის ესეთ კომპანია, რომელსაც მე ვიცი, რომ აი იქ არ შეაქ თავისი პროდუქცია, იმიტომ რომ არის იმიტომ რომ კანონით არ არის დაშვებული, რომ 50 მეტრზე ახლოს ან 100 მეტრზე, ხო? რეალა როგორ არის სკოლასთან? 50 მეტრი ამ ეტაპზე, თუმცა ძალიან არასწორია, უფრო მეტი უნდა იყოს. სოციალურ პასუხისმგებლობასთან არა, დაკავშირებით. მე ვამბობ, რომ ანუ
მესმისასაც ამბობ, მაგრამ ფაქტიურად არ არსებობს ლამის ჯიხური თუ დიდი სუპერმარკეტი, რომელიც სკოლასთან რაღაცაზე არ იყოს. ის 50 მეტრიც მუდმივი სადავოა, საიდან არის სკოლის კარიდან თუ სკოლის ეზოდან. და მეტი უნდა იყოს 50 მეტრზე მეტი. ჩვენ ვითხოვთ 100 მეტრს. უნდა იყოს. მაგრამ აი იგივე პოლიტიკურ ნებამდე მივდივართ. აი ამ მოთხოვნის პროცესში გაჩნდა ჯიხურები ახალი, რომელსაც აწერია თამბაქო და ალკოჰოლი და რომელსაც შეგიძლია მანქანა არც გააჩერო, ხელი გადაყო და ორივე ისე შეიძინო. ნუ ეს არ ვიცი ხა იქ ბავშვებს არ ჩამიტარებიეთ და მოზარდებს აძლევენ თუ არ აძლევენ, რომ არ მოგატყუოთ, მაგრამ იმდენად ხშირად ნანახი, რომ მოზარდი და პატარა ბავშვი თამბაქოსაც ყიდულობს და ალკოჰოლსაც მამიკომ გამომიშვაო, რომ დარწმუნებული ვარ, იქაც იგივე სიტუაცია დიდი მადლობა. ქალბატონ ლიას მინდა ვკითხო, სკოლებთან, სუპერმარკეტების და ისეთი ადგილები, სადაც იყიდება თამბაქო და ალკოჰოლი, დაშორებასთან დაკავშირებით, აი თუ ხართ ჩართული ამ პროცესში და თუ ხართ დაინტერესებული, რომ ცოტა მოშორდეს, ასე ვთქვათ, სკოლას ეს ნივთიერებები? ჩვენი სისტემის კომპეტენციიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება მოთხოვნები წამოვაყენოთ, რა თქმა უნდა, რეაგირება არ შეგვიძლია. მე პრობლემას კიდევ უფრო სხვაგან ვხედავთ. აი ეხლა ამ საუბარშიც გამოიკვეთა, რომ ბიზნეს თავისი ინტერესი აქვს, რაღაცა არ ხდება კანონის მოთხოვნების სრულყოფილად დაცვა. თავარი პრობლემა არის იმაში, რომ ყველა ჩვენთაგანმა ხვის პრობლემაზე და ხვის მიერ დაშვებულ შეცდომაზე კი არ ვისაუბროთ. ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ. ჩვენ მაგალითად მე ასე ვხედავ და ასეთია ჩვენი პოლიტიკა, მით უმეტეს ახლა იცით მასშტაბური რეფორმები დავიწყეთ და მათ შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მაგრამ ეს არის ძალიან ზოგადი ფრაზა, იმიტომ რომ უნივერსალური მიდგომების იქით საჭიროა, ახლა ჩვენ საუბრობდით რეგიონში რა ხდება, თბილისში რა ხდება. ძალიან კონკრეტული იმ თემისთვის, იმ კონკრეტული პრობლემისთვის იყოს გადაწყვეტილება მოძებნილი. უნივერსალური შეიძლება იყოს ის, რომ ცნობიერება რადგან დაბალია, ცალსახად ცნობიერების ამაღლება ერთის მხრივ, მეორის მხრივ ყველა ფაქტზე დროული რეაგირება და ეს რეაგირება არ უნდა იყოს სადამსჯელო, მე გეთანხმებით, იმიტომ რომ დასჯა ნიშნავს იმას, რომ შემდეგში რო გაკეთება, ჩუმად გაკეთდეს და აღარ მოხდეს იდენტიფიცირება. აბსოლუტურად სხვა პოლიტიკით უნდა მივდგეთ. თვითეულ ჩვენთაგანს რა შეგვიძლია გავაკეთოთ? პირველ რიგში განათლების სისტემა მეტი ინფორმაცია უნდა მისცეს ჯანმრთელობის რისკებზეც და სამართლებრივ რისკებზეც მოსწავლესაც, მასწავლებელსაც, რომელსაც თუ თვითონ არ ექნება გაცნობიერებული, ან გადაახტება იმ თემას, ან არასწორად მიაწვდის, ან ჩათვლის, რომ ეს პრიორიტეტული არის და მშობელსაც. და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვალდებულება მას აქვს, რომ ჯანმრთელობა დაიცვას საკუთარიც და საზოგადოებისაც. ეს არ არის უწყებრივი თემა, ეს არის საზოგადოების მომავლის თემა. დღეს ვინც სკოლაში არიან, ის არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, სწორედ, ხო? ინვესტიცია პრევენციაში გაცილებით ეფექტურია, ვიდრე შემდგომში არაჯანსაღი თაობა მივიღოთ და როგორი გვერდითი თუ პირდაპირ ეფექტები აქვს ამ პრობლემას, ახლა ჩვენ დღეს ამაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ გაცილებით მეტი დაუჯდება ქვეყანასაც, ეკონომიკასაც და რაც მთავარია, არაჯანსაღი თაობა არის ის თაობა, რომელიც არაეფექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს, იმიტომ რომ თუ დღეს რაიმე არ სრულდება, სწორედ იმიტომ რომ ის ძველი სტერეოტიპები, 10 და 15 წლის წინანდელი სტერეოტიპები ისე მძლავრად მოქმედებს. თუ დღეს ეს სტერეოტიპები არ დავარღვევთ და არ ვთქვით, რომ ეს არის პრობლემა და ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, მომავალშიც იმოქმედებს და მაშინ პროგრესი არ გვექნება ამ მიმართულებით. იმიტომ რომ სულ ვამბობთ, იმან არ შეასრულა, ამან არ შეასრულა, ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ უნდა დავგმოთ ეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ გადავჭართ. აი ძალიან კარგი იყო რომ არაფორმალური განათლება და ნამდვილად ჩვენ ახლა მთელი სახელმწიფო მიმართა ძალიან დიდი დაფინანსება სწორედ არაფორმალური განათლების გაძლიერებისთვის, თავისუფალი გაკვეთილებისთვის, სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებისთვის, რადგან რითში ავსოს თუ ბავშვმა არ იცის, ის ხედავს ყველაზე მარტივ ის თავისუფალი დრო, ყველაზე მარტივ თითქოს პოპულარულ გზას, იმიტომ რომ კვლევაც გვეუბნება, რომ ამით პოპულარული ხდებიო. ესე იგი არასწორად არის ინფორმირებული და მისი ცნობიერება და დამოკიდებულება შესაძლებელია, მაგრამ მე რომ ვუთხრა ერთი თქმით, რომ ეს ასე არ არის, მას ხო არ შეერა. ანუ გარემოებებმა უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, ისეთი კულტურა, რომელიც მიგვიყვანს სხვა შედეგებამდე. რაც შეეხება სკოლაში დავასრულებ თუ შესაძლებელია. უკვე დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობით, ყველა იმ სკოლაში, რომელიც ჩართული იყო 100% თამბაქოსაგან თავისუფალი სკოლის პროექტში, თქვენ იზომება ეს და ვერ ნახავთ სკოლას, სადაც თუნდაც ერთი მოსწავლე მშობელი ან მასწავლებელი ან სკოლის ადმინისტრაცია სიგარეტს ეწევა. თუ კი ეს მიღწევადია, ბევრია 500 მეტი ასეთი სკოლა. თუ კი ეს მიღწევადია
რაღაც გარკვეულ გარემოში, თუმცა აქ მარტო ცნობიერებას ვერ ვიტყოდით, აქ რომ ამ შედეგის მიზეზია. მიზეზია ალბათ სადამსჯელო სანქციების შიშიც იყო, ანუ აქ კომბინირებულად ხდებოდა პოლიტიკური ნებაც იყო განათლების სამინისტროსი, რომ ამას მივყოლოდით ბოლომდე. მივაღწიეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, მე ყოველთვის იმას ვამბობ, რომ ის ბავშვი სკოლიდან რომ გამოვიდა, ან მასწავლებელი გარეთ რომ გამოვიდა, არ გარბის ქუჩის მოპირდაპირე სადარბაზოში ან სადღაც და არ ეწევა. ანუ ეს არის რაღაც ლოკალურ სივრცეში მიღწეული შედეგი. ჩვენ ხო უფრო დიდი შედეგები გვინდა გქონდეს და ის შედეგი რომ მივახციოთ. ამცირებს მოხმარებას თქვენ რასაც აკეთებთ ან გარკვეულ პერიოდში თუ ის ამცირებს, მაგრამ ეს არ არის აღკვეთა. არ არის, რა თქმა უნდა, აღკვეთით ჩვენ ვერასოდეს ვერ მივახციოთ ვერანაირ შედეგს. თუ იქ არ იქნება სწორი ხედვა და დამოკიდებულება და თვითეული ბავშვი, მე ვფიქრობ, რომ თვითეული ბავშვი ინდივიდუალური მიდგომას საჭიროებს და ყველამ თვითონ უნდა გააცნობიეროს. მის ცნობიერებასთან მისასვლელი გზა უნდა ვიპოვოთ, როგორ დავარწმუნოთ, რომ აი ამ მოხმარების შედეგი არის ასეთი და უკეთესი და ბედნიერი ცხოვრება მოგელის. უფრო მეტად რეალიზებული იქნები, ჯანმრთელი იქნები და მეტი შესაძლებლობები გექნება, თუ სხვა გზას აირჩევ. სამუშაო არის აქეთ, რომელსაც მედიის დახმარება სჭირდება, ასეთი მსჯელობებიც სჭირდება და ორიენტაცია გადაჭრის გზებზე და ყველა საერთო ჩართულობაზე. კულტურა უნდა შევქმნათ ქვეყანაში. სხვანაირად ჩვენ წინ ვერ წავალთ. არ შეიძლება ცალკეული წერტილოვანი დარტყმების იმედი ვინმეს გქონდეს, ან ერთგან თუ გადავკეტავთ რაღაცა სუპერმარკეტში მიღწევადობა, სხვაგან გვექნება იგივე შედეგი. ეს მთელი ქვეყნის კულტურის შეცვლას საჭიროებს. გასაგებია, დიდი მადლობა. ბატონო, თქვენ უკვე ხედავთ პოზიტიურ შედეგებს? არა, მე ცოტა სხვა ძიმე ტენდენციებს ხედავ ჯერჯერობით ახლა მე არ ვიცოდი არა ნუ რეალურად ეხა ბევრი სამეცნიერო დაწესებულებაც დაუშვათ იგივე პრინციპზე გადადის და რეალურად ეს თამბაქოსთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვთვლი რომ ალკოგოლი ბევრად უფრო სერიოზული და მძიმე პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ იგივე ლუდი, რომელზეც ჩვენ არ ვსაუბრობთ და რეალურად საკმაოდ მძიმე პრობლემას ქმნის ჯანმრთელობის მხრივ და პირველი რაც არის თავარი, ეს არის პედაგოგების და ზოგადად საგანმანათლებლო სისტემაში არსებული მუშაკების არ განათლება ამ საკითხებში. არა დაბალი დონე ძალიან განათლების იგივე ნარკოტიკებთან, ალკოგოლთან და ასე შემდეგ. როცა პედაგოგს თვითონ არ გააჩნია განათლება ამასთან დაკავშირებით და მითებზე არსებულ რაღაცებს უყვება ბავშვს, ხო? ის ბავშვი 21 საუკუნეა რა, ინტერნეტში არის ყველაფერი. მას შეუძლია გადაამოწმოს და ამით ეცემა იმ პედაგოგის ავტორიტეტი, პრესტიჟი და ის, ну, ძირითადად ჩვენ ვართ მაინც სადამსჯელო ღონისძიებებზე ორიენტირებული. მე ვეთანხმები ქალბატონ ლიას, რომ ეს არის ზოგადად ქვეყნის კულტურის არარსებობა მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელიც იყო საქართველოში დაუშვათ, მაგრამ დროთა განმავლობაში და ცივილიზაციის, ასე ვთქვათ, განვითარებასთან შეიცვალა მოხმარება ალკოგოლის, შეიცვალა თამბაქოს მოხმარება, შეიცვალა სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება. მაგრამ კიდე ერთი პრობლემა მინდა მე, რასაც არ აქცევს სკოლა ყურადღებას. ეს არის პრობლემური ბავშვები, რომლებიც მიეკუთვნებიან მაღალ რისკ ჯგუფს, რომლებიც ზუსტად ქმნიან ამ სტერეოტიპებს სკოლაში და ამ ბავშვებთან მუშაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სკოლიდან გაგდება კი არა ამ ბავშვის და მე ბევრჯერ მსმენია რომ გარიცხეს სკოლიდან, იმიტომ რომ ის არის ასოციალური დაუშვათ ქცევა გააჩნია ამ ბავშვს. ანუ არიდებენ, მაგრამ იმ ბავშვს უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს აი ამ ასოციალური თავისი ქცევით, ვიდრე გმირი ხდება ის ბავშვი, რაც არის რეალურად არასწორი მიდგომა და რეალურად ჩვენ ვიღებთ უკუ შედეგს, როცა ჩვენ ეს ბავშვი პირიქით უნდა მოვაქციოთ ზრუნვის და რეალურად ჩვენი ასე ვთქვათ ყველანაირი ჩვენი შედეგი უნდა იყოს ორიენტირებული, რომ ეს ბავშვი არ იყოს იმ რისკ ჯგუფში რა. ეს არის ჩვენი მთავარი შედეგი, იმიტომ რომ ყველა სკოლაში არის ეს ბავშვი, საზოგადოებაში ჩვენ გვყავს რისკ ჯგუფის, ასე ვთქვათ, მაღალი რისკის მქონე ბავშვები, რომლებიც ძალიან პატარა ასაკიდან მოიხმარენ, როგორც ალკოგოლს, როგორც ნარკოტიკულ საშუალებებს, როგორც თამბაქოს და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად
სხვა აქცენტებს ვაკეთებთ. ამ ბავშვებს ვრიყავთ საზოგადოებიდან და ზუსტად ეს ბავშვებია ის ადამიანები, რომლებიც შემდგომ ჩვენ გვიზრდის ნარკოტიკების მოხმარებლის ეპიდემიას, იგივე ინფექციური დაავადებების გადადებას და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს არის ბევრად უფრო მძიმე პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა. დავამატო, ესე გამოვიდა რომ მარტო პედაგოგები არიან გაუთვიცნობიერებლები და მე მინდა მშობლების როლზეც და მე მინდა ექიმების როლზეც ვისაუბრო, იმიტომ რომ პრევენციული მედიცინა სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ბრძანდება ბატონიზურა და ფაქტიურად არის სწავლება. რომელს ექიმს ცოდავთ ძალიან, არც მშობელს არ ვასწავლით, რომელიც ჩვენთან არც კი ვეკითხებით ან ეწევი, ან თამბაქოს მოიხმარ თუ ალკოჰოლს იღებ და ასე შემდეგ და არც ბავშვს არ ვეკითხებით. ექიმსაც ევალება, რომ პრევენციული შეკითხვები პირველად ჯანდაცვის სკოლი რომელიც არ მუშაობს. ჯანდაცვის სკოლი სამწუხაროდ ხო, ანუ მარტო პედაგოგებისზე ნუ ვიტყვით, ჩვენზეც ვთქვათ, რომ ჩვენ ექიმებიც ძალიან ვცოდავთ ამასთან დაკავშირებით და აი ძლივს ახლა გვაქვს ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ვცდილობთ, რომ ცოტა გავზარდოთ ბიუჯეტი და ახლა სხვათა შორის ალკოჰოლიც წელს იყო თემა, ჯანსაღი კვება არის, ბილბორდები გვაქვს მეტროებში გაგენ, ძალიან საინტერესო რაღაცებს ვცდილობთ იმ წირი ბიუჯეტიდან რომ გავაკეთოთ და ნუ რომელსაც ერთობლივად ვაკეთებთ ძალიან ჯანდაცვის სამინისტროს სახელით ვამბობ და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სახელით რომ განათლების სამინისტრო და სპორტის სამინისტრო და ახალგაზრდობის აი ერთობლივად ძალიან სკოლის ექიმების ძალიან მნიშვნელოვანი ეს რგოლი რომელიც შეიქმნა უკაცრავად სკოლაში რომელიც არ არის ჩვეულებრივი ექიმი, ის არის პედიატრია, არც თერაპევტია, ის არის ექიმი განმანათლებელი ჯანმრთელობის საკითხებზე, ჯანმრთელობის ეხება როგორც კვების საკითხებს, ფიზიკურ აქტივობას, ასევე თავისუფალი დროის მართვას, იმიტომ რომ ფსიქიურ პრობლემებამდე მივყავართ, როდესაც დამოკიდებულია კომპიუტერზე, ინტერნეტზე, აზარტულ თამაშებზე. პრობლემა ძალიან ბევრია. სწორედ იმიტოა განათლება აღიარებული სახელმწიფოს მხრიდან წელს პრიორიტეტად, რომ ეს პრობლემები გაცნობიერებულია და სხვანაირად არც იქნებოდა, მაშინ აქეთ არ წამოვიდოდა ეს პრიორიტეტი და ამდენი დაფინანსება, მაგრამ ერთია, როდესაც პოლიტიკა აღიარებს, რომ ეს პრიორიტეტია, მეორეა, როგორ ხდება იმ გეგმების იმპლემენტაცია დანერგვა, ვინ ახორციელებს, ის არის მთლიანად მზად, შინაგანათაც, იმიტომ რომ არ არის ერთი შესრულებადი საქმიანობა, რაიმეს დაუშვათ რაიმეში დარწმუნება მოზარდის. ეს არის პერმანენტული, მდგრადი უნდა იყოს და ვინც ახორციელებს, იმას უნდა კონდეს გაცნობიერებული, მე გეთანხმებით და ბოლომდე უნდა სჯეროდეს. ამიტომ ამ კუთხით მე მაინც მგონია რომ ეხლა არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ მედია წიგნიერებაზე რომ მედიიდან მიღებული და მედიაში მე მგულისხმობ სოციალურ ქსელებსაც და ინტერნეტს და ყველანაირ ტიპის მედიას გულისხმობ რა თქმა უნდა რა ინფორმაციას იღებს მოსწავლე როგორ აცნობიერებს და რას უპირისპირებს ის ცოცხალი ადამიანი ვინც მას პირისპირ ესაუბრება არიან თუ არა ეს თანაბარი წონის ძალის და თანაბარი ნდობის მატარებელი ნდობა რომ მქონდეს მხოლოდ სკოლაში არ უნდა ესმოდეს ეს რომც იყოს ის მასწავლებელი მოწოდებული და თავდადებული ამისთვის. ეს უნდა ესმოდეს ოჯახში, პარტნიორული ურთიერთობები და პრობლემის გაცნობიერება და თანამშრომლობა ყველასი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ უნდა კამპანია შეიქმნას თამბაქოს წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ გვინდა რომ შედეგი მივიღოთ. ეს არის ძალიან გრძელვადიანი პოლიტიკა და გრძელვადიანი სტრატეგია უნდა იყოს, იმიტომ რომ არც ერთი გადაცემა, არც ერთი საუბარი, თუ კი ის იქნება ერთეულები, არანაირ შედეგის მომტანი არ არის, ეს იქნება ხმა რაღაცა უდაბნოში, ღაღადისი, რომელიც არაფერ შედეგს არ მოგვიტანს. რატომ არ იწყება ეს კამპანია? ვინ უნდა დაიწყოს? დაწყებულია ეს კამპანიები, მაგრამ მაინც არ არის მასიური. ისევ არის დროში შემოსაზღვრული. დაიწყო, დამთავრდა. მდგრადი შედეგი ვერ გვექნება. კი ბატონო. ფრაგმენტულია და ანალოგიურად ჩართულობა უნდა იყოს ასევე ბაღიდან უნდა დაიწყოს პრევენციული ღონისძიებები. ბაღიდან ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ეს შეიძლება კი უნდა იცოდეს, რაზე უნდა თქვას და ეს არ არის, ეს არის ჯანსაღი, ეს არ არის ჯანსაღი. ეს არ მაგრამ მე ვეთანხმები, ეს არ არის მხოლოდ თამბაქოზე, ეს არის კვებაზე, ეს არის ნებისმიერ რაღაცაზე, იმიტომ რომ ბავშვი რომელიც ბაღში უკვე 3 წლის ან 2 წლის მიდის ბავშვი ხო იქ იწყება პირველი გარდატეხის ასაკი არის 3-დან 4 წლამდე სადაც ყალიბდება რაღაცა გარკვეული ასე ვთქვათ სტერეოტიპები ამ ბავშვის და იგივე იმ ბაღის პედაგოგმა იგივე ანუ სისტემური უნდა იყოს რეალურად ყველა იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვაკეთებთ რაღაცას მე
ყოფილ ვარ, მე არა ვარ პრევენციის სპეციალისტი, მე არ ვიცი როგორ უნდა ველაპარაკო ბავშვს. მე უნდა ვისწავლო ამის გამო, რომ მე სწორი ინფორმაცია მივაწოდო ბავშვს, რომ არც გადამეტება მოხდეს, არც პირიქით ინტერესი არ გაუჩინო და ამისთვის არსებობს გამოცდილება უზარმაზარი. მთელი პროგრამებია, მთელი სისტემა, რომელიც ჩვენ ვიცით, არის საქართველოში ეს უკვე რაღაც დონეზე თარგმნილი, მიწოდებული და რეალურად ეუდაბის პროგრამა, რომელიც რეალურად მუშაობს იმ ქვეყნებში და პრევენცია ჩვენ გვესმის მხოლოდ რომ აი ერთხელ მივედით რაღაცა ვთქვით ან როცა გვაქვს რაღაცა დღეები წინააღმდეგი რაღაცა იმის ამ დღეებში ჩვენ რაღაცა კამპანიას ვაწყობთ და ამით მთავრდება ყველაფერი, იმიტომ რომ არ აქვს ამას სისტემური ხასიათი რა. რა თქმა უნდა არ არის მდგრადი შესაბამისად. რა თქმა უნდა და ფინანსური რესურსიც რომელიც იხარჯება პრევენციაზე არის ბევრად უფრო დაბალი, რასაც ჩვენ დღეს, რასაც ჩვენ ხარჯავთ ელიმინაციის პროგრამაზე, მაგალითად ცგ-ჰეპატიტთან დაკავშირებით, ჩვენ რო პრევენცია სწორი და კანონში მოქცეული ყოფილიყო, ჩვენ ეს ეპიდემია დღეს არ გვექნებოდა. იგივე რაც ხდება შიდსთან დაკავშირებით, ბოლო 1 კვირის მანძილზე 20 ახალი შემთხვევაა. ამდენი წელია ვმუშაობთ და იმ დღეს უყურე სიუჟეტს უბრალოდ და მე თვითონ შემცვა ჩემი თავის, რომ ახალგაზრდებს ეკითხებოდნენ შიდსის გადაცემის გზებს და ნუ აი სირცხვილი იყო უბრალოდ, იმიტომ რომ აი ამდენი წელია მე ამ სფეროში ვარ და სულ ამას ვლაპარაკობ და რაღაცა და ზოგადად განათლება არის დაბალი, აი ესეთ საკითხებთან დაკავშირებით და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, იმიტომ რომ იგივე ამ მძიმე პრობლემებთან დაკავშირებით არ აქვს ბავშვებს სწორი ინფორმაცია, არის დამახინჯებული, არის არასწორი. აი მე მაგალითად არ ვიცი ის სახელმძღვანელო ვინ დაწერა. არც ერთი ჩემს გარშემო ექსპერტი, რომელიც ამ დარგში მუშაობს, არ მიუღია მონაწილეობა. ბიოლოგიის სახელმძღვანელოს რა მნიშვნელობა, აი ბიოლოგიის იგივე ავიღოთ ეს ბიოლოგიის სახელმძღვანელო. არ მიუღია მონაწილეობა ამის დაწერაში ექსპერტიზა არ გაუვლი, არ ვიცი, შეიძლება ვწდები. მე არ ვიცი. აი ხლა დაიწერება ყველა სახელმძღვანელოს თავისი სასიცოცხლო ციკლი აქვს და ეხლა უმთავრდება ეს 2010-11 წლების სახელმძღვანელოზე ელაპარაკი და ეხლა რაც იწერება ღია და შეგიძლიათ ჩაერთოთ იმ ახალი სახელმძღვანელოების შეფასებაში. და ნამდვილად ეს პრობლემა არის და ჭირდება ამას გადაჭრა სახელმძღვანელოში არსებულ არა მარტო ბიოლოგიის ხო რა თქმა უნდა სადაც არის ყველგან ჭირდება უნდა იყოს რაღაცა უამრავი გამჭოლი უნდა იყოს ჯანმრთელობის საკითხები ჯანმრთელობის სწავლება არ უნდა იყოს მხოლოდ ბიოლოგიაში ეს არის გამჭოლი როგორც თემები ასევე კომპეტენციებიც ჯანმრთელობის დაცვა არის ყველა ადამიანის უფლებაც და ვალდებულებაც ხო პასუხისმგებლობა გვაქვს რომ ჩვენ ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს ამიტომ ეს არის გამჭოლი თემა მე ერთი საკითხი მინდა წამოჭრა აქ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ყველაფერი რომც იყოს ძალიან მაღალ დონეზე ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ მოსწავლეები და ბავშვები და აი ეს ადრეულ ასაკში განათლებაზე იყო საუბარი აღვწენენ იმ სოციუმში გავრცელებული ქცევების მოდელირებას ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამკვიდრებულ პრიორიტეტებს იგი მეგობრების საქციელს იმეორებებში 3 და 4 წლის ბავშვი ახდენს თუნდაც ალკოჰოლის მოხმარების მოდელირება შეიძლება სინამდვილეში არ დარლიოს სიგარეტის მოწევის მოდელირებას თამაშის სახითაც კი ეს არის ის პირველი ნიშნები მე შემდგომში რა პრიორიტეტი ექნება მას და რა იქნება მისთვის უკვე ქცევის ნორმა ეს ფსიქოლოგები ამას ყოველთვის აფასებენ როგორც რისკ ფაქტორებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ცნობიერების ამაღლება და სწორი მიდგომების დამკვიდრება ადრეული სკოლამდელი და სასკოლო ასაკიდან. ანუ ერთი გრძელი უწყვეტი გზაა გასავლელი და ამას სჭირდება ყველას მხრიდან გამაგრება და მხარდაჭერა. მადლობა თქვენ არ მოგეცეთ საშუალება. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ზოგადად პროფესიონალების ნაკლებობა. ქალბატონ ლიას მინდა გამოვეხმაურო, როდესაც ჩვენ არაფორმალურ განათლებაზე და სპორტის და აქტივობის ხარისხზე ვსაუბრობთ, მაგალითად ჩვენ გქონდა საშუალება უბრალოდ მე ტრენინგებს ვატარებდი ლაითურის საშუალო სკოლა. ბავშვებს უნდათ და სურვილი აქვთ გქონდეთ სპორტული დარბაზი და სპორტული ანუ ეზო, სადაც ადრე იყო სპორტული მოედანი, მაგრამ ეხლა აბსოლუტურად იმდენად და აქედან გამომდინარე ეს ერთი ლაითური გამახსენდა, მაგრამ ეს არის ძალიან ბევრი. ისე რომ თუ ჩვენ სისტემურად ვფიქრობთ ამ პრობლემის გადაჭრაზე, შესაბამისად, უნდა შევქმნათ მატერიალური ბაზა.
ისევე როგორც სკოლებში არ არის სველი წერტილები მოწყობილი. ეს რომ მოვაწყოთ სპორტული თქვათ მოედნები, მას აუცილებლად ჭირდება რაღაცა სხვა დამატებითი მოთხოვნაც, ხო? როდესაც არის სველი წერტილის უზრუნველყოფა, რომ მარტივად შევიდეს და თქვათ მოიწესრიგოს თავისი ჰიგიენა. და ხა არ გულისხმობ დუშების მოწყობას, უბრალოდ მარტივად რომ წყალი იყოს ხელმისაწვდომი, რომ ხელის დაბანის საშუალება მაინც იყოს. ისევე როგორც ექიმის კაბინეტი, იგივე სოფელ ლაითურში საჯარო სკოლაში ერთადერთი სკოლა მოაწყეს კაბინეტი. ძალიან კარგად და ძალიან კმაყოფილები არიან, მაგრამ პროფესიონალი ვერ იპოვნეს. ანუ ადამიანი ვერ იპოვნეს, რომელიც დასაქმდება აქ. ანუ ეს მთელი ქვეყნის პრობლემა, როგორც ფსიქოლოგებს ვერ პოულობთ ბავშვზრუნვის სპეციალისტები რეგიონულ დონეზე, რომელსაც ნამდვილად დავაკისრებთ რაღაცა ვალდებულებას, ანუ ისიც ამ ნაწილი, ამ ჩვენი დიდი სისტემის ნაწილი ხდება, ხო? ფსიქოლოგები, ექიმები, პედაგოგები, ანუ რეალურად პროფესიონალების მომზადებაც ძალიან დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის. ეს კიდე ცალკე პლასტია, რომლის მიმართულებითაც კიდე ცალკე მილიონი აქტივობა იქნება დასაგეგმი და ჩვენ როგორც არასამთავრობო სექტორი, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი მაინც პირველადი რგოლი ეს არის ოჯახი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ადრეული ასაკიდან დავიწყოთ და ყველა ფორმალურმა გარემომ შეუწყოს ამას ხელი, მაგრამ მშობლების განათლებაზე, თქვათ, მათ ცნობიერების ამაღლებაზე და უნარჩვევების სწავლებაზე, რა თქმა უნდა, არასამთავრობო სექტორმა უნდა თავისი რაღაცა წვლილი შეიტანოს და ესეც სისტემურად უნდა დაგეგმოს და სისტემურად რომ ამას არ ქონდეს ფრაგმენტული ხასიათი. ჩვენ დავინტერესდით იყო თუ არა სარეაბილიტაციო ცენტრი ასეთი, სადაც მიიყვანდა მშობელი ბავშვს, რომელიც ალკოჰოლს არაერთ პორციას, უკვე რამდენიმე პორციას და ხშირად მოიხმარს. თორე ასეთი მონაცემი კვლევის მიხედვით არის, რომ მოზარდები რამდენიმე პორციას იღებენ ერთჯერადად. ასეთი ცენტრი ვერ აღმოვაჩინეთ. არ არსებობს ასეთი ადგილი, აი სად უნდა მიიყვანოს მშობელმა შვილი? მსგავსი პრობლემით. ზოგადად მოზარდთა ნარკოლოგია საქართველოში არ არის. ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ რეალურად ესეთი ცალკე მოწყობილი ცენტრი, რომელიც მოზარდებს დაუშვათ ჩვენ მოზარდებში გარდა ამ პრობლემისა, სხვა პრობლემებიც გვაქვს იგივე დაუშვათ აქროლადი ნივთიერებების მოხმარება, ფსიქიური პრობლემები და ასე შემდეგ, ანუ ეს მხოლოდ ალკოგოლი არ არის დაუშვათ იგივე ყნოსვა რაღაცა სხვა ნივთიერებების და რაღაცეების რეალურად ესეთი სერვისი ცალკე გამოყოფილი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ამას მინდა ხაზი გავს. რა თქმა უნდა არ არის და ბავშვების ეს პრობლემა არ ფინანსდება რეალურად, მაგრამ მაგენი ფინანსდებიან ზოგადი პროგრამიდან, ანუ ნარკოლოგიიდან, ანუ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, მეურვე იქნება, თუმცა მომართვიანობა არის ძალიან დაბალი, იმიტომ რომ რეალურად მშობელი არ თვლის, რომ ეს არის პრობლემა და იგივე დაუშვათ ლუდის ყოველდღე დალევა, მაგალითად 13-14 წლის ასაკში ყოველ საღამოს ერთი ჭიქა ლუდის დალევას არ თვლის მშობელი, რომ პრობლემა არის. ანუ რეალურად ვერად ვიცნობიერებს, რომ პრობლემაა და მან უნდა მიმართოს. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ესე ცენტრები არის, ანუ იგივე ჩვენი ცენტრი, იგივე ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, ნეოგენი, ანუ არის კლინიკები, სადაც ესეთი სერვისი შესაძლებელია, რომ გაუწიოთ მოზარდს, იგივე ფსიქოლოგიური დახმარება, მაგრამ ცალკე არსებული ბავშვთა მოზარდთა განყოფილება, ასე ვთქვათ, ესეთი ცენტრი და რეალურად სპეციალისტიც კი ცოტა ვიცი მე, რომლებიც დღეს იგივე ფსიქოლოგები, იგივე სოციალური მუშაკები, რომლებიც კონკრეტულად ამ პრობლემაზე მუშაობდნენ, ძალიან ცოტაა ქვეყანაში, ანუ რეალურად, მაგრამ ნუ ახლა ესე რომ არ იყოს სერვისები ქვეყანაში არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ანუ კონკრეტულად მათზე დაფინანსება ესე ბავშვთა, ასე ვთქვათ, ალკოგოლიზმზე, ან იგივე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ან იგივე ამაზე ნამდვილად არ არის. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა გადაცემის დასრულებამდე და მინდა რომ რაღაცნაირად შევაჯამოთ გადაცემა, იმიტომ რომ ბევრ საკითხს შევეხეთ, ბევრ პრობლემას. თუ შეიძლება ქალბატონ ლელა მოკლედ შევაჯამოთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თქვათ მომავალ წელს მსგავს დისკუსია რომ მოვაწყოთ, გქონდეს შემცირებული მონაცემები. Ну, მომავალ წელს ეხლა რაც არ უნდა გავაკეთოთ მონაცემებზე, ვერ ვიმოქმედებს ეს გრძელვადიანი არის და ზუსტად ამიტომ ესეთი ტიპის კვლევა 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. თუმცა ეხლა ვართ ზუსტად წარმომადგენელი ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაცია, მოქმედი კლინიცისტი, ექიმი და ასე ვთქვათ, პედაგოგიც ამავდროულად. აი სწორედ ეს მულტიფაქტორული, მრავალი სხვადასხვა უწყების ჩართულობით, კიდევ სპორტის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო
ჩემი პირადად ჩემი ის იქნებოდა რომ შექმნილიყო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიმართული ზუსტად მოზარდზე თუნდაც ბავშვიდან უკვე მოზარდობამდე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ესეთი სტრატეგია იმასაკის, ამასაკის 5 წლამდე, მაგრამ ეს მოზარდობის პერიოდი რაღაცნაირად გამოტოვებული გვაქვს და გამორჩენილი გვაქვს და სწორედ მოზარდობის პერიოდში ხდება ეს ეპიდემიური გავრცელება, თუნდაც თამბაქოსი, თუნდაც ალკოჰოლის, გადავდივართ სხვა ტიპის ნარკოტიკებზე, რომელიც ეს დღევანდელი დღის თემა არ არის, თორე აქაც ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია გვაქვს. ამიტომ ერთობლივად აი ამ სტრატეგიის გარშემო, ისევე როგორც თამბაქოს სტრატეგიის შექმნის დროს განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და სხვა სამინისტროებთან ერთად მონაწილეობდა ასეთი ტიპის ერთიანი სტრატეგია, სადაც გაწერილი იქნება, როგორც თქვენ ბრძანეთ, ყველა ვინ რაზე იქნება პასუხისმგებელი, როდის და სახელმწიფო იქნება თუ დონორი ორგანიზაცია, რომელ აქტივობაში, როდის, რა თანხას ჩადებს, კვლევა იქნება ეს, ინტერვენცია იქნება და ყველა ეს ინტერვენცია არა ფრაგმენტული იქ ზოგი ლაითურში, ზოგი თბილისში და ზოგი ქუთაისში. ანუ ერთიანად, ერთიანი ქუდის ეს სტრატეგია. აი ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ. ვიღაცა შეიძლება ერთი იყოს, ამ შემთხვევაში შეიძლება განათლების სამინისტრო იყოს ძირითადი, ან ჯანდაცვის, ან პრემიერ-მინისტრი იყოს და იმან დაიწყოს ეს ინიციატივა, მაგრამ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ცალკე, ვერც ჯანდაცვის სამინისტრო, ვერც განათლება, ვერც არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ გააკეთებს და ბავშვები, რა თქმა უნდა, ვისი რა საჭიროება აქვთ მათ, აი აქედან გამომდინარე ერთობლივად უნდა გავაკეთოთ. ყველამ უნდა ვიცოდეთ ვინ რას გავაკეთოთ. ბავშვების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად არ ვიცით ის პრობლემები კარგად, კიდევ ვერ ვაცნობიერებთ რა პრობლემები აქვთ ამ ბავშვებს და რას თვლიან რომ მათთვის პრობლემაა. მაგალითად მე ვიცი რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა არის ეს არის მათი ასე ვთქვათ საზოგადოებაში ადაპტირება ამ ასაკის ბავშვებისთვის, რისთვისაც მოიხმარენ. პრინციპში თამბაქოს, ალკოგოლსაც და ასე შემდეგ. რომ იგრძნან თავის საზოგადოების წევრებად. ანუ რაღაცნაირად იყვნენ ამ საზოგადოებაში რაღაცა დონეზე ადაპტირებული. ახლა იგივე რეგიონში, იგივე დაუშვათ ქალაქში ეს პრობლემა არსებობს. ანუ რეალურად დღეს ჩვენ მივიღეთ ჩაკეტილი ბავშვები, რომლებიც არიან მიჯაჭვულები კომპიუტერს, რომელსაც აქვს ნაკლები კომუნიკაციის, ასე ვთქვათ, უნარები, ნაკლები რეალურად საზოგადოებასთან მათ შიგნით ურთიერთობები საკმაოდ პრობლემურია. მეც მშობელი ვარ და გავიარე ეს, ასე ვთქვათ, თინეიჯერობის ასაკი და იგივე პრობლემებია უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაშიც. არ არის მარტო სკოლაზე რომ ვილაპარაკოთ. სტუდენტები ბევრად უფრო მეტი პრობლემები აქვთ, იმიტომ რომ რეალურად ვერ ადაპტირდებიან, ანუ არ აქვს მომავლის, ასე ვთქვათ, მომავლის რაღაცა განცდა არ აქვს და ეს ბავშვები, რასაც სიძახის იმედი, ხო, ანუ რომ აი ხვალ ეს დაამთავრებს და იქნება ამ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ადამიანი და ის დასაქმდება და რაღაცას გააკეთებს თავის ქვეყნისთვის. ანუ ეს ჩვენი პრობლემაა, რომელიც მოდის ამ ჩვენი, ასე ვთქვათ, გამოსვლიდან და პლუს კიდე ერთი რაც არის მთავარი ბაბუები და ბებიები, რომლებიც აი საბჭოთა მენტალობით და რაღაცა ესენიც ჩვენ ცოტა გვიშლიან ხელს, იმიტომ რომ აი ეს სტერეოტიპები რეალურად აი ვერ გადადიან ამ ახალ, ასე ვთქვათ, იმაზე და რეალურად ამ სტერეოტიპებით ამ ბავშვებს ცდილობენ რომ რაღაცნაირად ჩაკეტონ ამ თავიანთ სივრცეში და ასე შემდეგ. და მე ვეთანხმები აბსოლუტურად ლელას, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ პროფესიონალები და ნებისმიერ დაძახილზე მივდივართ ნებისმიერ, ასე ვთქვათ, ინიციატივაზე, როგორც ინტერვენციაზე, ასევე გინდა ტრენინგები იქნება, გინდა სწავლება და გინდა ასე შემდეგ და ბევრჯერ ეს ყველანაირი საფასურის და ანაზღაურების გარეშეც გაგვიკეთებია და არანაირი პრობლემას ამაში ჩვენ ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ რეალურად ვთვლით, რომ ჩვენ თუ რამეში ვინმეს გამოვადგებით და ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და ჩვენი ხედვა ამ პრობლემასთან დაკავშირებით მზად ვართ, მთელი პროფესიული თემი მზად არის იმისათვის, რომ იგივე რეგიონშიც გვაქვს ჩვენ ყავს
დაუშვათ ნარკოლოგები, რომლებსაც შეუძლიათ ეს გააკეთონ და არ არის აუცილებელი თბილისიდან იაროს ვიღაცამ და იქ რაღაცები აკეთოს. დიდი მადლობა ბატონო. დიდი მადლობა. ქალბატონო ლია, ინიციატივის აღება ჭირს, აი ვამბობთ რომ და შეიქმნას სტრატეგია. მე მგონი არ ჭირს ინიციატივის აღება და სტრატეგიის შექმნა ძალიან კარგია, თუმცა ეს სტრატეგია იქნება სხვა უფრო დიდი სტრატეგიის ნაწილი, რომელიც შექმნილია. მე მგონია რომ სტრატეგიის შექმნაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და ლელას ვეთანხმები. სტრატეგიების აღსრულება უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია მე ამ შემთხვევაში. მე შემიძლია რა ვთქვა, მე მგონი ფაქტურად ერთი და იგივე თემას სხვადასხვა მხრიდან უტრიალებთ და სხვადასხვა ენით ვსაუბრობთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მივედით იქამდე, რომ ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება არის ყველაფრის ამოსავალი წერტილი. ეს ეხება არა მხოლოდ როგორც თავიდანვე აღნიშნე, მოსწავლეებში ინფორმირებულობის გაზრდას, მშობლებში, მასწავლებლებში, საზოგადოებაში, ასევე სამართალდამცავებში, ექიმებში და ახალი კულტურის დამკვიდრება. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ ეს ბავშვებიც იყვნენ აქტიურები, ვისაც უკვე აქვს სწორი პოზიცია და სწორი დამოკიდებულება. რატომ? იმიტომ, რომ თანატოლთა განათლება, თანატოლებისთვის მაგალითის მიცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც გითხარით, სახელმწიფო დღეს უკვე აძლევს საშუალებას, რომ დაფინანსდეს ისეთი პროგრამები, მათ შორის ბავშვების სასკოლო ინიციატივების ფარგლებში, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი კულტურის ფორმირებას და სკოლა არის ყველაზე საუკეთესო საშუალება, რომ გაიზარდოს ინფორმირებულობის ხარისხი მათ შორის მშობლებშიც და თემშიც. იმიტომ რომ ეს შესაძლებლობაც აქვს და ვალდებულებაც აქვს მშობელთან თანამშრომლობის. მე მგონია, რომ რაც იგეგმება, ეს არის ის აურაცხელი პროგრამები, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ხელს უწყობს, მშობელთა ჩართულობის და განათლების პროგრამა ფინანსდება, თუმცა მე ვერ გეტყვით, რომ ეს პროგრამა დაწყებულია და უფრო უკეთესი შედეგებია, მაგალითად, ადრეული ქორწინების პრევენციის მიზნით, უფრო მეტ შეხვედრაზე მოდის მშობელი, იმიტომ რომ იქ სამართლებრივი რისკი არსებობს და ზეწოლასთან დაკავშირებით ზუსტად იცის რა მოხდება, მაგრამ თუ მისმა შვილმა ალკოჰოლი მიიღო, ამ საკითხებზე მშობლების ინტერესი და ჩართულობა ღიად ვთქვათ, რომ არსებობს ძალიან დაბალი, იმიტომ რომ იქ გააცნობიერა დაუშვათ ერთი მიმართულებით, რომ შეიძლება მასაც შეეხოს ეს პრობლემა და აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა თუ აიძულებს ადრეულ ქორწინებას, მაგრამ აქ თუ დალევინა ერთი ჭიქა ღვინო ან არ შეუშალა ხელი, იმიტომ რომ პასუხისგებლობა მარტო ის კი არ არის, რომ შენ ხელს უწყობ. ისიც არის, რომ ოდესაც იცი, რომ ბავშვს პრობლემა აქვს და შენ როგორც მშობელი შენს ვალდებულებას, რომ ჯანსაღი გარემო შეუქმნა და სწორად აღზარდო არასრულებ. ამაზე რეაგირება არ ხდება, ამიტომ მე მაინც მგონია, რომ სადამსჯელო სანქციებზე საუბარი მივანდოთ იმ ორგანოებს, რომელსაც ეს პრეროგატივა გააჩნიათ, ჩვენ ვისაუბროთ იგივე სამოქალაქო განათლების კლუბები, რომელიც დაფინანსებულია სკოლებში, რომლის ინიციატივა შეუძლიათ ეკოლოგიური კლუბები, მშობელთა ჩართულობის ურთიერთგანათლების მაქსიმალურად იმ მოსწავლეებმა, რომლებიც დღეს გრძნობენ ამ პრობლემას, bis მნიშვნელობას და იციან როგორ შეიძლება ეს გადაიჭრას, მაქსიმალურად გავააქტიუროთ. ყველაზე დიდი მაგალითი არის შენი თანატოლი. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება პრიორიტეტის მიხედვით. იმ სოციუმში ეს სასკოლო საზოგადოება იქნება თუ კონკრეტული კლასი, რა არის პრიორიტეტული, რა არის დაფასებული, რა არის პრესტიჟული, რა არის აღიარებული. ძალიან დიდი მადლობა. საერთო გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ ეს იყოს ჯანსაღი ცხოვრება. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონ სალომე, თუ შეძლებთ თქვენც რომ შეაჯამოთ, სათხედოთ გამოსავალს. ან რა თქმა უნდა სისტემურად უნდა დაიგეგმოს, ყველა უნდა დაინახოს თავისი ვალდებულება, პასუხისმგებლობა, ვინ როგორ აკეთებს და რას აკეთებს. ეს უნდა იყოს განგრძობითი და არ უნდა იყოს რაღაც ფრაგმენტული, თუნდაც 4 წლიან სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების მონაწილეობა და ბავშვების ცნობიერების ამაღლება, მაგრამ ინტერესების გაძლიერება და გაღვივება, რაც ჩაანაცვლებს ამ დამოკიდებულებებს და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ისევე ეს მშობლები, მე მაინც ოჯახს ვუტრიალებ, იმიტომ რომ ოჯახია საფუძველი, იმიტომ რომ როგორც ბავშვთა ზრუნვის სპეციალისტი, რომელმაც კარგად იცის სოციალური მდგომარეობა დღეს ქვეყანაში არსებული, ეს სოციალური სიდუხჭირის ფონიც კი ძალიან ძლავრად, ესე ვთქვათ, წნეხად ადევთ ამ ბავშვებს, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც თავად დისფუნქციური არიან, გულისხმობ მშობლებს, ისინი არიან დამოკიდებული როგორც ალკოჰოლზე, ისე თამბაქოზე და შესაბამისად ეს არის მათი ყოველდღიურობა, რომელსაც ვერ გავაიქცევი. ქალბატონ ლია საუბრობდა თანატოლების მაგალითი ძალიან ის არის, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების მაგალითი და აქტიური ცხოვრების წესი.
თბილისში მაგალითად, აი მე პირადად ხო, მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ აქტიური ცხოვრების წესით ვივიცხოვრო, იმიტომ რომ არ არის მოწყობილი ეკოლოგიურად ეს გარემოებები, პარკები და სკვერები, სადაც შემიძლია ჩემ შვილთან ერთად ვირბინო, იმიტომ რომ მე ვთქვათ, მანქანა არ მყავს და შეუძლებელია ჩემთვის ახლა ლისის ტბაზე გასეირნება ასე მარტივად. ამიტომ ინფრასტრუქტურულ, ესე ვთქვათ, მდგომარეობაშიც უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ქალაქებში ესეთი ხელმისაწვდომობა შეიქმნას. ანუ ესეც ერთ-ერთი ნაწილია ამ საერთო პრობლემის. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ძალიან ბევრი პასუხისმგებელი პირი გამოვყავით ამ პრობლემაში და ძალიან საინტერესო იქნება რომ მოვისმინოთ მათი მოსაზრებებიც. იმედი მაქვს რომ გამოგვეხმაურებიან ჩვენს საიტზე და ჩვენს Facebook-ის გვერდზე. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ნახვამდის.